მოგესალმებით მეგობრებო. სანამ სტრიმს დავიწყებდით, შეგახსენებთ ერთ რამ ბოლო დროს უკვე ინტენსიურად ვაკეთებ, თხოვთ, ვისაც მოგწონთ, რასაც მე ვაკეთებ, როგორც ვაკეთებ, თხოვთ გამოიწეროთ, შემდეგ მოიწონოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დააშიაროთ, ანუ დააზიაროთ, იმიტომ რომ ყოველი მომდევნო რესპონდენტი, რომელიც ჩემს პლატფორმაზე იქნება, ისაუბრებს აი იმ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში შესულ სამყაროზე და მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ გავრცელდეს. ძალიან კარგს იზამთ თუ ამ კუთხით დამეხმარებით. სტუმრად ყავს ბატონი კოტე ჟანტი, ბატონო კოტე, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ბატონი კოტე არის გამოცდილი დიპლომატი და ეხლა ბრძანდება ჩემი აზრით ერთ-ერთი საინტერესო წამოწყები, საინტერესო პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი და მე მგონი პოლიტსაბჭოს წევრი ბრძანდებით, ხო ბატონ კოტე? არა, მრჩეველი ვარ საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, ესა. ძალიან კარგი. პოლიტსაბჭოს წევრი არა ვარ, პოლიტსაბჭოს სამი წევრია და იცით თქვენ ვინც არიან. ბატონი ბიძინა გიორგობიანი, ვახტანგ შაქარიშვილი და ლევან ნიკოლაიშვილი. მე მეგონა რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ სამაგიეროდ მრჩეველი ხართ პოლიტიკურ საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა საერთაშორისო მით უმეტეს. ბატონ კოტე, თქვენი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს რამდენიმე შეკითხვა და აი ამ კითხვების გარშემო ავაგოთ ჩვენი საუბარი. პირველი, რაც მოხდა ირანში, აქ არის ორი ვერსია. ერთი რომ ამერიკელებმა წამოიწყეს ეს კამპანია, იმიტომ რომ ჩინეთს შეუზღუდონ ენერგომატარებლობის მიწოდება იმ პერსპექტივით, რომ მათი დოქტრინიდან გამომდინარე ჩინეთს თვლიან უპირველესად მათ მოწინააღმდეგე და არა რუსეთს და ზუსტად აქედან იყო წამოწყებული, რომ ჯერ ვენესუელას დაარტყეს პირობითად და შემდეგ მიიტანეს იერიში ირანზე. და მეორე ვარიანტი არის, რომ ისრაელმა ისრაელი ლობის მეშვეობით, ესე ვთქვათ, დაიხმარა ამერიკელები, რომ ირანი გაანადგურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სახელმწიფოს ემუქრება განადგურება, როგორც მათი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს. ბატონო კოტე, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ვერსია არის რეალური? მადლობა კითხვისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საქმე რაშია, იცით, მე მგონია, რომ შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს და ცოტა ძალიან ბევრი რამეა ამ გადაწყვეტილებაში. მრავალ შრიანი ის არის გადაწყვეტილება და შეიძლება ისიც ვიხმაროთ, რომ ეს ტრამპს უნდა რომ ქართული გამონათქვამი რო ვიხმაროთ, ან რამდენიმე კურდღელი დაიჭიროს ერთად, ან რამდენიმე ჩიტი მოკლას. ხა რამდენად გამოვა ეგ არ ვიცი, მაგრამ ისიც მიზანი იყო, ერთიც რაც თქვენ ბრძანეთ და მეორეც. საქმე რაშია, იცით, ტრამპს უნდა რომ ახლო აღმოსავლეთში, სადაც დიდი გეგმები აქვს საკმაოდ და მარტო ირანთან დაკავშირებით არა, იქ სპარსეთის ყურეა, იქ ისრაელ-პალესტინის ის არის, რა ქვია, კონფლიქტი. მას უნდა რომ იყოს ისეთი მთავრობები, რომელიც გაატარებენ მის ინტერესებს, ამერიკის ინტერესებს. პრაქტიკულად ყველგან აი სირიაში ბოლო იყო, რომ მოხდა პრაქტიკულად მისი ინტერესების გამტარებელი მთავრობის დასმა, ხო? თუ ფართი ახლო აღმოსავლეთს განვიხილავთ, არა მხოლოდ არაბულ სამყაროს. ირანში იყო ისეთი დარჩენილი, ისეთი როგორც ისინი ეძახიან რეჟიმი, მიყვარს ეს სიტყვა. მას უნდოდა რომ რა თქმა უნდა შეცვლილიყო მთავრობაც. ირანში გარდა იმ ეკონომიკური, ენერგეტიკული მიზნებისა, გარდა იმისა, რომ ისრაელის ინტერესებშიც იყო ეს ოპერაცია, როგორც უწოდებენ, ზოგი ომს ეძახის, კი ბატონო,
როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრაქტიკულად ეხა, იმიტომ რომ კლასიკური ომი მაინც სახმელეთო ოპერაციაც უნდა იყოს იქ ნაწილი და ამიტომ კლასიკური ომს ეს არ წარმოადგენს და სწორედ ამიტომ აგრძელებენ ისევ სამხედრო ოპერაციას. როგორც კი თუ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, მერე უკვე ნიშანი იქნება კლასიკური ომის. მაგრამ არ გონია წინასწარ ვიგონია რომ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო შეერთებულმა შტატებმა მით უმეტეს მომავალი შუალედური არჩევნების ოდინში. იმიტომ რომ იქ სახმელეთო ოპერაციის დროს უცილობელია მსხვერპლი და ეს მსხვერპლი კიდე ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევს ტრამპს და იმის პარტიას შუალედური არჩევნების დროს. ამიტომ არ მგონია რომ პირველ რიგში მაგ მიზეზით ამ ოპერაციას ახლოს არის შუალედური არჩევნები. მოკლედ რამდენიმე მიზანი იყო იქ. იქ იყო როგორც ეკონომიკური და ძირითადად ენერგეტიკული მიზეზები, იქ იყო პოლიტიკური მიზანი, მთავრობის შეცვლა, იქ იყო ისეთი სურვილი, ისეთი ხელისუფლება იყოს ირანში, რომელიც ხელს არ შეუშლის ამერიკის ინტერესების როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური გატარებას რეგიონში, ფართე ახლო აღმოსავლეთში და აი ეს ყველა მიზანი იყო ერთად რომელი მეტი, რომელი ნაკლები ამაზე შეიძლება ვიდაოთ კიდევაც, ან ვისაუბროთ, ის ნამდვილად არის ის მომენტი, რომ ჩეთის და რუსეთის ენერგოინტერესების ასე თქვა შესუსტება განსაკუთრებით ჩინეთის როგორც თქვი ბრძანეთ მართალია ეს. ამიტომ ესეც არის. ამიტომ ყველა არის ცოცხალ. თავარი ის არის რომ აი ეს იმედი ბლიცკრიგის ეგრეთ წოდებულის ჩემი აზრით ჯერჯერობით ეხა მთავარი ეს არის ორი კვირის თავზე ეს არ გამართლდა. არანაირი გამოსვლები ირანში არ არის, არანაირი მზადყოფნა იმ ხალხის რომ გამოვიდნენ და ჩამოაგდონ ასე ვთქვათ არსებული ხედი. არც ის გამართლდა მიუხედავად იმისა, რომ როიტერსმა რამდენჯერმე დაწერა, რომ მილიონობით ხალხი ტოვებს ირანს, რა ვიცი, მე სხვა ისინი ვერ ვნახე. წყაროები, რომელიც ამას ადასტურებს. ევროპელები კი ამბობენ, მაგრამ არის ხოლმე აჩვენებენ ესეთ რამეს სხვათა შორის და აჩვენებენ იმ ქვეყნებს, სადაც მიდიან ეს მილიონობით ირანელები და მე ეგეთ ქვეყანას ჯერჯერობით ვერ ვნახე და ვერც ვნახავ ესეც ნათქვამი მაქვს, იმიტომ რომ არ არიან ეს მიწაზე მცხოვრები ხალხია, ეს არ არიან მომთაბარეები, ეს საუკუნეებით მაგ მიწაზე ცხოვრობენ და ეგ სხვა არის, სხვა ტრადიციის და სხვა შეგნების ხალხია. ესე აიყარონ და დატოვონ თავისი ისტორიული მიწები, ეგრე არ მოხდება. ნაწილი იყოს იმისი რა ქვია ლტოლვილების ან ემიგრანტების, მაგრამ დიდი რაოდენობით ეს რო არ იქნება, მე ასე მგონია. მოკლედ აი ეს ვერ მოხდა. და ეხლა რამდენიც გრძელდება ეს დაპირისპირება, მით უფრო ასე ვთქვათ, ძნელდება, რთულდება, მოდი ესე ვთქვათ, პოზიციები ტრამპის და იმის გარემოცვის ქვეყნის შიგნით. იმიტომ რომ იმ დემოკრატების იმაზე არ არის ლაპარაკი სიძლიერზე თუ არა, დემოკრატები რომ სუსტები არიან ეხა ეს ფაქტია. მაგრამ თვითონ შიგნით რაც ბრძანეთ, ეს სხვათა შორის მე არაერთხელ ვთქვი, როცა საუბარი იყო ჩვენთან საქართველოსთან დამოკიდებულებაზე. და როდესაც მეკითხებოდნენ სხვადასხვა გადაცემებში, რომ აი ხო ერთნაირად ფიქრობთ ჩვენი მთავრობა და ამერიკის მთავრობა ერთნაირი საგვაქვს შეხედულებები ძალიან ბევრ რამეზე დაწყებული ოჯახიდან, დაწყებული LGBT, დაწყებული გაგრძელებული ლიბერალ გლობალისტების წინააღმდეგ ერთნაირად ვართ მომართულები და ასე შემდეგ, აი მაშინ რატო ყონდება ჩვენი ასე ვთქვათ, ურთიერთობების გადატვირთვა ან ახალ დონეზე აყვანა. რთულდება იმიტომ და ეს თქვი და გავიმეორებ, რომ გარდა გადაწყვეტილების მიღებისა პოლიტიკურ დონეზე, იქ არიან პროფესიონალები, სხვადასხვა სამინისტროში, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში, უშიშროებაში კი იქ ეგრეთ წოდებული ახლა წმენდა არ მინდა დავარქვა, ცვლილებები მოხდა, როგორც FBI-ში, ისე CIA-ში, დაზვერვაში, ისე იმაში, მაგრამ ძირითადად ხელმძღვანელები შეიცვალა, ხო? ხელმძღვანელები შეიცვალა ტრამპმა.
შიგნით იქ არიან პროფესიონალები, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არიან იგივე ხალხი, რომელიც მუშაობდნენ წინა ადმინისტრაციის დროს. მათ შორის პირველ რიგში სახელმწიფო დეპარტამენტში. იმიტომ რომ ეს მომუშავე დიპლომატების შეცვლა ეგრე ადვილი არ არის. შეიძლება არის ქვეყნები, სადაც ამის იმედი აქვს, რომ უცბად ცოცხლს მოусვამენ და ძველ იმას რა ქვია, ვინც საქმეს აკეთებს, იმითგან გაანთავისუფლებენ სამსახურს, მაგრამ ეგრე არ ხდება. განსაკუთრებით არ ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები. და იმათი შეხედულებები მე ეჭვმეპარება, რომ მთლიანად ემთხვეოდეს ტრამპის ამ ბლიცკრიგულ, ასე ვთქვათ, ესეთ ავანტიურისტულ ძალიან ხშირად მიდგომებს სხვადასხვა საკითხების მიმართ. ეხლა აი რამდენი მაგალითი ვნახეთ, რომ ტრამპი იწყებს, ასე ვთქვათ, მუქარებით, დაშინებით, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამას დაგიწესებთ, იმას მერე მიდის და პრაქტიკულად მოლაპარაკებაზე გადადის იმ ქვეყნებთან, ვისაც აი ესეთ ადრე ემუქრებოდა, მერე უკვე გადადის, რომ წაიღოს მაქსიმუმ სიტყვის, რომ წაიღოს ის, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე გააკეთა თავიდან, რომ დაიწყო მექსიკასთან, ასე გააკეთა კანადასთან, ასე გააკეთა ჩინეთთანაც, სხვათა შორის როგორი ის იყო და მერე დასხდნენ და ეკონომიკურ საკითხებზე რამდენიმე რაუნდი მოლაპარაკების ჩაატარეს. ასე ვენესუელაში საერთოდ ის გააკეთა, რომ ვიცე-პრეზიდენტი საერთოდ დატოვა ის მადუროს იდეოლოგიური, რო ვიძახით ხომ რომ იდეოლოგიურად ერთნაირად და მადუროსთან ერთნაირად არ ფიქრობენ ის ქალბატონი და მადურო ერთად არ იყვნენ და ისა, მაგრამ დატოვა რა კაი ხალიაო, ეხლა იმასთან ვაკეთებთ მშვენივრად ბიზნესს, ხო? და დაალაგეს მართლა ხო ცოტა? რა თქმა უნდა დაალაგეს, მაგრამ აი ირანში ეგეთი რამე არ გამოვა, ეგეთი რამე შეუძლებელია ირანის სპეციფიკის გამო. კითხვა სხვათა შორის, რომ იყოს კლერიკალური მთავრობა, ჩვენ ამის წინამდეგიც არა ვართ, მაგრამ ისეთი, რომელიც ჩვენ რაც გვინდა, ესე გამოვიდა, იმას გააკეთებსოთ. შეუძლებელია ირანში ეგეთი რამე, რომ იქ მოვიდეს ისეთი კლერიკალური მთავრობა იმ სტილის, როგორც ირანის მმართველობა, რომელიც გააკეთებს იმას, რაც ტრამპის ადმინისტრაცია სურს. ამიტომ აი აქ, ასე ვთქვათ, მაპატიეთ ამ ჟარგონზე გაეჭედათ. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიტუაცია? ეს მე არ ვიცი და არავინ არ იცის, მე დარწმუნებული ვარ. იქ არ გამოვა ამაზე მეტი პრაქტიკულად, ეხლა რა არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. პრაქტიკულად ყველა სახის ახალი ტექნოლოგიები იარაღის ამერიკელებმა გამოიყენეს. იქ არაფერი არ რჩება და ღმერთმა დაგვიფაროს, ვიღაცა მეფიქროს ბირთვულის გამოყენება. გნებავ ტაქტიკურის, როგორც ამბობენ ხოლმე, ეს არაფერი ტაქტიკურზეა ლაპარაკი, გამიგია ხოლმე ექსპერტების. რა თქვა ტაქტიკური ბირთვული არაფერია ლაპარაკი, რა ის რა ბირთვული არ არის ნაკლები. დათვალეს და 20 ჰიროსიმა ნაგასაკი არის მცირე ტაქტიკური თანამედროვე. ხო და ეს ვითომ არაფერი არ არის და ღმერთმა დაიფარო. აქამდე არ მივა ეს, მე რა ვიცი, ასე მგონია. ამიტომ უნდა გაგრძელდეს ისევ იგივე იარაღი. ირანს რამდენი აქვს, სადა აქვს და რა სიღრმეზე აქვს გადამავლილი და ისურის ყოველდღე ხო? ყოველდღე ერთ ასეულს მაინც უშვებს. აი ახლა ეს 2 კვირის განმავლობაში და არ თავდება ეს მისი მარაგი. ამიტომ კიდე არ იცის. თქვა ისრაელის შტაბების ხელმძღვანელმა თუ მიაქციეთ ყურადღება, რომ კი არა იმანაც თქვა, რა ქვია, ნეტანიაჰუმაც, რომ ძალიან ღრმად ჩაიტანეს მიწისქვეშო, ჩვენო არ ველოდითო, რომ ესე ღრმად იმას იზამდენო, მაგრამ ნუ იქ არის B1-ის ბომბები მაგალითად და რაკეტები რა სიღრმეზე წვდება და რა სიღრმეზე ვეღარ წვდება იმ გამშვებ აპარატებს და ის არავინ არ იცის როგორ აქვს დამალული. სხვა შორის იგივე დონით არა, მაგრამ რაღაცნაირად იგივე პრობლემა დახვდათ ხამასთან იმაში რა ქვია, ღაზაში. ეს მიწისქვეშა გვირაბები ისრაელმა ვერანაირად ვერ გათვალა, რომ ესეთი ქსელი იქნებოდა და ამ სიღრმეზე. რომ იქ გარდა იმისა, რომ აი ამ ძევლებს დამალავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში და ისინი ვერანაირად ვერ მიაგნებდნენ, იქიდან აწარმოებდნენ ეგრეთ წოდებულ პარტიზანულ ომს. ხამასი და ეგეთი დაჯგუფებები ხო აშკარად ისტორიულად არ იბრძვის. მე პირდაპირ ომში არასოდეს არ შემოდიან. პარტიზანები არიან. პარტიზანულ ტერორისტული მეთოდებით ომი. ეს მიწისქვეშიდან ომი. ეს უფრო
დიდ მასშტაბზე გადავიდა ირანში. ხო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც ისე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს ერთ-ერთ ეთერში ვთქვი ამას წინათ, მინდა რომ მალე დამყარდეს ეს მშვიდობა და ნაკლები ხალხი დაიღუპოს, ნაკლები რა ვიცი, სკოლები დაინგრეს და ნუ იმაზე საერთოდ აღარ გავიხსენებ ახლა იქ ბავშვების იმაზე ის ვინც მოაფიქრდა რომ ეთქვა რომ თვითონ დაარტყეს თავის სკოლასო, ნუ ეს აბსოლუტური სიგიჟეა, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მაგას არანაირად არ დაუშვებს, როგორი მოწინააღმდეგეც არ უნდა იყო ირანის, რომ იმათ აიღეს და თავის გოგონების სკოლა თვითონ დაბომბეს. მაგაზე გრაჩოვის განცხადება გამახსენდა აფხაზეთში რომ დაგვაბრალა, თქვენ კარგად გახსოვთ რომ ჩვენ თვითონ დავდაბეთ პოზიციები, ხო? დიახ, მე მახსოვს შევარნაძე რომ მივიდა ჯოხით რა ჩვენებდა ჩამოგდებულ თვითმფრინავს და მეორე დღეს გრაჩოვმა აიგო გადაღებესო, ვარსკვლავები დაახატესო, ქართული თვითმფრინავებიაო და ის იყო ის ჩამოგდებული. ხო, აი რაღაცა ესეთი ფარსი მეორდებაო ისტორია უფრო მეტად ფარსის სახით ვიდრე ისა ცნობილი გამონათქვამია. ეგრეა ნამდვილად. ამიტომ აი ნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს სიტუაცია. მე აქ რა თქმა უნდა ის ჩართულები ვინც არის. ეხლა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, თურქეთი პრაქტიკულად არ ჩართულა ჯერმანში. საერთოდ არ ჩართულა, მარტო განცხადებებს აკეთებენ. აი გუშინაც ისეთ გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადება გააკეთა, მაგრამ არაფერი, ხო იქ ინჯირლიკია, ერთი რაკეტა მიდიოდა ჩამოაგდეს, ვინ გავუშვა ეს რაკეტა ნატოს ბაზისკენ ინჯირლიკისკენ კიდე კაცმა არ იცის. ისევე როგორც ინგლისელებმა ვარი თქვეს, რომ ამერიკული არ იყო კვიპროსზე რომ რაკეტა გაუშვეს და იმათ მათ ვარი თქვეს, რომ არ ვიცით ამერიკული იყო თუ არაო თურქეთი. პირველი რაკეტა რომ ჩამოაგდეს ბალისტიკური. ამიტომ აი თურქეთის საკითხია. დაიწყო ლაპარაკი ვითომ ქურთების ჩართვაზე. ერაყიდან გასაგებია უფრო შორს არის თურქეთისგან და რაღაც ინტერესებიდანაც თურქეთი უფრო სირიელი და იმ ქურთების თავის საზღვართან არსებული იმ ქურთების პრობლემებზეა ფოკუსირებული, თუმცა საერთოდ არ უნდა ეს. ის წამოიკნავლა უკაცრავად ამ სიტყვაზე ვიღაცამ დიდი ქურთისტანი, რომლის შესახებაც ქურთები დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ არავის არ უნდა დიდი ეგრეთ წოდებული ქურთისტანის შექმნა. იცის დაინტერესებულმა მაყურებელმა თქვენმა და მკითხველმაც ვინც პოლიტიკით არის, რომ 4 ქვეყნის პრაქტიკულად საზღვრებზე ცხოვრობენ და შეიძლება ის ისე მოხდეს კონფიგურაცია თეორიულად, რომ იქ ვიღაცას მოუნდეს ქურთული სახელმწიფო შექმნა, მაგრამ ამას არავინ არ გააკეთებს. მე მგონია ამაში ხმათ ვარ დარწმუნებული და ამიტომ აი ძალიან მრავალი რაღაც საკითხია ერთმანეთში გადახლართული. დაწყებული ვიმეორებ ეკონომიკურიდან და აი პირველ რიგში რა თქმა უნდა ვის რა აწუხებს ეს ნავთობი და დღეს რუკაც კი ვნახე არხი გაჭრილი ამ იმაზე რა ქვია ორმუზის ქარსავით რო არის შესული ეს ორმუზის სრუტეში საიდანაც ემუქრებიან გებებს იმის აქეთ რომ ესე რომ არხი რო გაიჭრას და იქ რო გაიაროს გებებმა ნუ ესეთი უკვე ფანტასტიკური იდეებამდე მივიდა ხო და ძნელია ურტყავს რა თქმა უნდა რამდენიც არ უნდა ეძახო რომ აი მარტო $100 ისეთი არაფერი არ არის და 100 თუ გადაცილდა მერეა საშინელი ბარელი ნავთობის ფასი არ არის ესე თუნდაც ეს პატარა ისა რა ქვია ფასის მატება დავარქვათ პატარა დავარქვათ უფრო ნაკლები ვიდრე ზოგი ელოდება ეს აქვს უკვე ამას გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე და როგორ არ აქვს 360 გახდა გალონი ნიუ-იორკში და ერთი ამბავია სხვაგან რა ხდება ის კი არა საქართველოში მოემატა უკვე 10 თეთრი ბენზის აქ არაფერი არ მოსულა მაგრამ მაგაზე დავწერე და არ მინდა ეხლა საშინაო საკითხები აქ გამოვიტანო ჩვენი მე ბენზინის შემომტანები ძალიან სწრაფები არიან ხოლმე, როცა იმატებს ფასი იმის საფრთხეში და ძალიან ნელები არიან, როცა აკლდება ფასი მსოფლიო ბაზარზე, ჩვენთან დააკლო. როგორც რაოდენობით, ისე სისწრაფით. ხო, ამიტომ ეს ბევრი პრობლემაა ერთად. და ყველა ეს პრობლემა რაღაცა პერიოდში, რაღაცა უფრო იჩენს თავს, რაღაცა პერიოდში უფრო სხვა. აი ნახოთ.
ბატონ კოტე, თქვენ როგორც გამოცდილ დიპლომატს და უამრავი რამ გაქვთ ნანახი და თითქმის ყველა ხელისუფლების პერიოდში ამრჩევლად იყავით ან მუშაობდით, ან მსგავს ინსტიტუტებში ქონდათ შეხება და მაინტერესებს ერთი რამ. აი ახსენეთ თქვენ კარგად, რომ არ ელოდნენ და ეხლა ეს ბატონ დავით კუხალაშვილთან მქონდა იქ სპეციფიური კითხვები დავსე სადაზორო მიმართულებით. ერთია რომ არ აწვდი შენ ხელისუფლებას სწორ ინფორმაციას და მეორეა რომ მართლა არ იცი რა ხდება და აი როგორ წარმოედგინათ ამერიკელებს რომ დარჩებოდა კლერიკალური ტიპის სახელმწიფო და თან ამავდროულად არ უნდათ რომ მიეღოთ მეორე სირია, მეორე ავღანეთი, მეორე ერაყი, ანუ ნახევრად მართული ქვეყანა და სად იყო ძირითადად ეს გაუთვლელობა დილეტანტიზმში? რომ აი ტრამპი მოვიდა, ყველა შეცვალა და დამთავრდა თუ აი ის ყვადაღებული deep state-ი, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ შუარგოლის თანამშრომლები ისევ გესაწვევია. რა იყო ეს? როგორ შეიძლება ესე მოეხდინა ამერიკის პრეზიდენტს თეთრ სახლს? ჩემი აზრით ეხლა ამ სიტუაციაში უფრო ეს ბოლო მომენტი იყო, რაც თქვენ ბრძანეთ. აი ეს ეგრეთ მე არ მეყავს deep state-ზე ლაპარაკი, მაგრამ ქვეყანაში კია deep state-ია უფრო, მაგრამ საერთაშორისო როცა ყოველთვის ვამბობ ხოლმე გლობალური ომის პარტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკაშიც არიან საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები, რომლებსაც ძალიან არ სურთ ამ ომის მალე დასრულება. და სურთ რაც შეიძლება მეტი იარაღი გაიყიდოს და რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ ამ იარაღის გაყიდვის. ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ყველამ ვიცით და არასოდეს არ ვეთანხმები ასს, რომ როდესმე ეს თქვი ერთ წინა პოდკასტში ერთ-ერთში, რომ როდესმე ტრამპი ებრძოდა იმას რა ქვია გლობალური ომის პარტიას. Deep State-ს კი, იმიტომ Deep State-ი სხვა არამეა, იქ სხვა ძალებიც არის, რომელთაც უნდათ კულისებიდან მართონ ქვეყანა. აი ეს არის Deep State-ი. ეს პირველად თურქეთში იყო, უკვე ცნობილია და თურქული სახელიდან წამოვიდა საერთოდ ის Deep State-ი, Deren Devlet ქვია, რაც აი იმიდან მართლობას მისწავს, აი გენერლები რომ მართლთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თურქეთს. სინამდვილეში ვითომ არჩევნები ტარდებოდა, იქ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სინამდვილეში გენერლები მართავდნენ. აი ეს გენერლები გადაწია უკან საკმაოდ მნიშვნელოვნად, ძალიან ბევრი დაიჭირა და ეხლა ციხეშია ერდოღანმა. და ამიტომ ეს Deep State-ი შეძლების დაგვარად დაასუსტა. ვერავინ ვერ იტყვის რომ საბოლოოდ მოსპო. რო გითხრათ. ხო და აქ ქვეყნის შიგნით Deep State-ი კი ბატონო, ეგეც მოქმედებს. და კიდევ რა მოქმედებს, იცით ეგეთ გადაწყვეტილებაზე ამერიკელების ოკეანის გაღმიდან ამერიკელები უყურებდნენ ყოველთვის აი ამ სხვა რეგიონებს უყურებდნენ. აი ესეთი ღრმა ცოდნა რეგიონის არ ქონდათ, როგორც დიდ ბრიტანეთს მაგალითად ისტორიულად, თუნდაც გერმანელებს, რომლებიც გაცილებით უფრო ჩართულები იყვნენ. აი ამ პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი რა თქმა უნდა. ამერიკელებმა დაიწყეს ხოლმე ცნობილი ამბავია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. როცა ვილსონი ჩაბრძანდა და თავის პუნქტები ჩაიტანა და ახლო აღმოსავლეთში შექმნეს სამანდატო ტერიტორიები და გაანაწილეს და ასე შემდეგ. და ამას დაემთხვა მათი ნავთობის ენერგეტიკული ინტერესები, მაშინ დაიწყო. მაშინ იმ პერიოდიდან დაიწყო ეს ყველაფერი. კი ბატონო, აი მაშინ დაინტერესდნენ რეგიონი. თანაც პირველ რიგში დაინტერესდნენ ეკონომიკური და აი იმით რომ მაგალითად ისეთი მეფე იყოს, რომელიც ხელს არ შეუშლის კონცესიებს, ერთ იმაში რა საუდის არაბეთში მაგალითად იორდანიაში ისეთი მეფე იყოს. ნუ და ვინც მაგათ ინტერესებს გაატარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერაყში და ეგვიპტეში და ასე. მერე მოხდა რევოლუციები, ხო? მერე მოხდა ეგრეთ წოდებული რევოლუციები, ოღონდ არა ისეთი როგორც არაბული დემოკრატია და ის უბრალოდ მოხდა ბურჟუაზიული რევოლუციები, მოდი ესე დავარქვათ. უფრო ვიდრე სხვა. კი, ნასერი კი დარბოდა საბჭოთა კავშირში და კი ეხუტებოდა ხელმძღვანელობას, მაგრამ იქ რომ ვინმე როთხოს სოციალისტური სისტემა იყო ეგვიპტეში, ესე ნამდვილად არ ყოფილა. ისე როგორც სხვა ქვეყნებშიც. ბაასის პარტია მაგალითად და მერე გაერთიანება ეხლა არ მინდა ღრმად შევიდე ისტორიაში აღმოსავლეთ წონდევარ მე და
ეს კარგად მახსენდება სირიელების და არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის შექმნა, ეგრეთ წოდებული, რომელიც სათავეში ნასერი დააყენეს და მოადგილე კიდე სირიის, ნუ მოკლედ. აი რაღაცა ესეთი და ამას ყველაფერს ქონდა ესეთი ზედაპირულად პოლიტიკური ღრმა პროცესები, რომელიც იქ მიდიოდა, რომელიც დაკავშირებული იყო ვითომ კოლონიალიზმთან და რაღაცა დოზით მართლა იყო დაკავშირებული კოლონიალიზმთან, რა თქმა უნდა. ის ადგილობრივი მოსახლეობა ებრძოდა იმას, რა ქვია, იმპერიალისტებს. ჯერ დიდ ბრიტანეთს და მერე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც შეცვალა დიდი ბრიტანეთი. პრაქტიკულად, როცა იმენ პრაქტიკულად დატოვა. მერე შეიქმნა ისრაელი. აი მან ძალიან დიდი გავლენა იქონია რეგიონზე. ამან ძალიან დიდი, იმიტომ რომ ისრაელის შექმნა იყო კონფლიქტის შექმნა, იქ გადაუჭრელი კონფლიქტის შექმნა. მე მარტო ჩემი აზრი არ არის ვეთანხმები ძალიან ბევრ ცნობილ სპეციალისტს, აღმოსავლეთცოდნეს და პოლიტოლოგს, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნა აქ არაბული სამყაროს შუაგულში არის მუდმივი კონფლიქტი, გადაუჭრელი. იმიტომ რომ არაბები არასოდეს არ ეგუებოდნენ, უბრალოდ იყვნენ არაბებში ისეთი რადიკალური ძალები, რომელიც არასოდეს არ ეგუებოდნენ და არ შეეგუებიან ისრაელის არსებობას იქ როგორც ესეთ სახელმწიფოს. ხო და ეს გრძელდება ახლა ამერიკაში. აი ოკეანის გაღმიდან ყურება და ისე ღრმა არ ცოდნა იქაური სიტუაციის. როგორ ღრმა ცოდნაც საჭიროა იმისთვის, როცა ირანთან ესეთ ოპერაციას იწყებს. მე სწორედ მესმის, იმიტომ არ ინტერესდებოდნენ, რომ ესე თქვა თვალი და ყური ევრაზიის კონტინენტზე დიდი ბრიტანეთი ყავდა და ახლო აღმოსავლეთში ისრაელი. ამიტომაც არ იტვირთავდნენ თავს, ხომ ასეა? ეგრე იყო ის მოკავშირე, აკეთებდა ძალიან ბევრ მაგის. მაშინ ის განცხადება რას ნიშნავს? რატო თქვა კისინჯერმა? თქვენ როგორც დიპლომატმა იცით, ეს რატო თქვა? რას ემსახურებოდა ან საიდკენ იყო ეს გამიზნული, რომ ისრაელის სახელმწიფომ, ასე ვთქვათ, თავისი პოლიტიკური როლი თითქოს დაასრულა და აღარ იქნება. გახსოვთ ეს განცხადება იქ. ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი იხსენიებდა. როგორ წარმოედგინათ ახლა ამერიკელებს ისრაელის კისინჯერმა რა თქვა ეს? როგორ თქვა ახლა? ძალიან მოკლედ რო გითხრათ, შეიძლება. ძანეთ როგორც ძალიან ცენზურა არ აქვს, ძანეთ. ეგ არის ძალიან ჭკვიანი ებრაელის ნათქვამი. აი ჩემი ახსნა კისინჯერი, მე რომ ძალიან კისინჯერისტი ვარ და მithume. აგერ აი აქ 7 წიგნი მილაგია კისინჯერის. აგერ ეგ არის ძალიან ჭკვიანი ებრაელის გამიზნულად ნათქვამი. მე ასე მგონია. არასოდეს ღრმად კისინჯერი მაგაში დარწმუნებული არ იყო, რომ ისრაელმა ის დაამთავრა და ასე შემდეგ. და რაც მაგამ გაუკეთა საბჭოელებს იმ თავის საიდუმლო შატლ დიპლომასით და ის არ მოვიწყდება ის თავის ციკში უწერია რომ გრომიკოს თვითმფრინავის 3 საათი კაიროს თავზე ატრიალეს სანამ ეს მოლაპარაკებას დაამთავრებდა სადათთან. და აი ესეთი რამე უწერია თავის ციკში. იმიტომ რომ აი ამ მოკლედ კიდე რაღაც საკითხები იყო გადასაჭრელი და იმას ეუბნებოდნენ ამინდია ცუდია ამ დროს გრომიკო იყურებოდა თვითმფრინავი და შესანიშნავი ამინდი იყო და ატრიალებდა ამ დროს არ სწორდნენ სანამ ამან არ დაამთავრა მოლაპარაკება და არ წავიდა. ამიტომ და ნუ ეხა მე მაგრამ მოტივი რა იყო? ჭკვიანი ებრაელი გასაგებია, მაგრამ მოტივი რა იყო? თავიანთი ინიციატივა იყო ჩამოშორება ებრაელების პრობლემისგან, აი ზედმეტი ყურადღების და ზედმეტი იმის ჩამოშორება. დისტანცირება რომ მოეხდინა, ხო? დისტანცირება რომ მოეხდინა. აი ეგ იყო მიზანი ჩემი აზრით. იმიტომ რომ მე წყნარად შვიდად რაღაცა შვიდობიან პერიოდებს ისრაელი ყველაზე ჭკვიანურად იყენებდა რეგიონში. შვიდობიან აი მოკლედ შვიდობიან პერიოდებში აი ომებსა და 5-6 ომი იყო არა მარტო პალესტინელებთან იქ სხვა ინტიფადები და ასე შემდეგ. აი იმ პერიოდებს იყენებდა ძალიან ჭკვიანურად განვითარებისთვის. რა თქმა უნდა ამერიკელების ფინანსური ხელშეწყობით, მაგრამ თავის ჭკუვითაც, თავის მეცნიერების და თავის რა ვიცი ხო
არაერთხელ ვარ ისრაელში ნამყოფი და ეს ტექნოლოგიები ზოგიერთი განცვიფრებას იწვევს რა დონეზეც მაგათმა აიყვანეს მაგალითად ირიგაციის უდაბნოს პირობებში ისინი რო აქ ზეთისხილის ისინი ტყეები გაშენებული წვეთოვანი ირიგაციით თავიდან რომ შემოიღეს ნუ ეს ერთი მაგალითია უბრალოდ თორე ცნობილი ამბავია რომ ამერიკელ კოსმონავტებს თვალეზე რომ დადგეს ფეხი ისრაელის საათები ეკეთათ ხელს და იმას რომ თავი დავანებოთ ელექტრონიკა ამერიკულ თვითმფრინავებში ძალიან ბევრი ნაწილები ვისი მიწოდებულია ებრაული კომპანიები ამიტომ ეს რეგიონი უფრო ღრმა ცოდნას საჭიროებს როცა ესეთ გადაწყვეტილებას იღებ და უცბად არ უნდა გეგონოს რომ აი სხვათა შორის ის წინა აბსოლუტური ლიბერალების ლიბერალ გლობალისტების მიდგომა აი ვახსენე მე არაბული გაზაფხულები რა არაბული გაზაფხულები ვის არაბული გაზაფხულები სად გაამართლა არაბულმა გაზაფხულმა ატეხეს რამდენიმე ქვეყანაში ბუნტი ასე თქვათ წყალებში და მე რითი დამთავრდა ეს ყველაფერი აი ლიბიაში რითი ხო იქ უკაცრავად დაეკიდა კიდე ინტერნეტი შემოგვიერთდება ახლა ბატონი კოტე ისე სამწუხაროდ ინტერნეტი გვიქმნის პრობლემებს ახლა შემოგვიერთდება ბატონ კოტე ამ ინტერნეტს რა უთხარი მაგრამ ინტერნეტი იქითკენ იყოს თქვენ შეწყვიტეთ საუბარი რა შედეგი მიიღეს ლიბიაში და აი აქედან განვაგრძოთ არაფერი არა მხოლოდ ლიბიაში არაბული და ისლამური დემოკრატია და ეს გაზაფხულები და ეს არის ზღაპარი ეს არის სურვილი მარტო იმიტომ რომ შეუძლებელია იქ ისლამურ ქვეყნებში უნდა იყოს ან ძლიერი მმართველობა ავტოკრატიული როგორც კიდათ ესე დაარქვით როგორც არის აი უმეტესობას სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში ან გამოსავალი არ არის ან ალტერნატივა არის რელიგიური ძალების გამარჯვება და თქვენ როგორც აღმოსავლებ ცოდნესთან შემდეგ გადაცემამ სურს ну თქვენი დროის გრაფიკიდან გამომდინარე ამათ შესაძლებელი იქნება ახლო აღმოსავლეთს დაუთმოთ ზუსტად რა წარმონაქმნი არაბული სახელმწიფოები საიდან მიიღეს მათ სახელმწიფოებრობა ვინ უკან ედგა ნავთობის ინტერესი საიდან გაჩნდა იგივე ირანი და ამაზე ძალიან მსურს თქვენთან საუბარი მაგრამ ეხლა უბრალოდ ვიცით რომ თბილისში არ არის და ადრე და თქვენს ამ პოდკასტის გარდა შემჭიდროებული გრაფიკი გაქვთ და აი შემდეგ კითხვას ესე დაგისვავდით აი წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ თქვენი დახმარებით ძალიან კარგად გავშალეთ ველი და ამ პერიოდიდან რასაც ეხლა ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ხო ნიუსებში და ასე შემდეგ როგორ ატყო თქვენ როგორც გამოცდილ დიპლომატს აი მანევრები ტრამპის ხო არ ემზადება რომ გამოაცხადოს რომ მან გაიმარჯვა მაგრამ რამდენად ეს შესაძლებელი იქნება და რამდენად ეს გამოუვა საერთოდ ხო თქვა გუშინ თქვა თუ დღეს დილას რომ მე უკვე გავიმარჯვო ირანში ხო გამოაცხადა არ გამოსვლა ერთია და ხოლმე გამოუვა ეგ რომ დამთავრდება ბოლოს რაღაცა სახის შეთანხმებით ეს ფაქტია ტრამპს არანაირად არ აწყობს კიდევ ერთხელ გავიმეორებ შუალედურ არჩევნებამდე გაგრძელდეს ეს კონფლიქტი მანამდე ეს რაღაცნაირად ურად დამთავრდეს გამარჯვება რასაც ქვია რეალურად ანუ იქ რეჟიმის ჩამოგდება და ასე ვთქვათ ისეთი რეჟიმის დასმა ისევ სიტყვა რეჟიმს მიმეორებ რახან უწოდებენ იმ მთავრობის დასმა რომელიც ტრამპს აწყობს ეგ ამბავით ჩემი აზრით შეუძლებელია უნდა დაელაპარაკოს უნდა გამონახოს ვინ შეიძლება დაელაპარაკოს პირდაპირ დალაპარაკება თავიდან გაჭირდება ისევ ის სპარსეთის ყურის სახელმწიფოები
რომელებსაც სხვათა შორის ძალიან არ უყვართ, როცა სპარსეთის ყურეს ეძახი, ეს არაბული ყურეა, სპარსეთს კი არა გეუბნებიან. და ჩვენთან არაბეთის ყურე დაუძახეთ. აი არაბეთის ყურის სახელმწიფოები ისევ კატარიდან დაწყებული ქნება თუნდაც ეს ჩვენ არაფერი არ ვთქვით, მაგრამ ყველა მიცის, ვინც დაინტერესებულია ამით, ამ სუნიტურ შიიტური ურთიერთობები, ხო? ეგენი თაფლები და ალებს არასოდეს არ იყო და დავარცხილი და დალაგებული. პირიქით. ძალიან ზოგჯერ ისტორიულადაც და რაღაც მომენტებში ეხლაც ამ ბოლო პერიოდშიც ყოველთვის ჩანდა ეს. მაგალითად იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით. და იქ საუდის არაბეთის და ირანის პოზიციების განსხვავებასთან დაკავშირებით იემენში არსებული სიტუაცია თუნდაც როგორც მაგალითი, მაგრამ ისევ ესენი უნდა გამოიყენოს. სხვას ვერ გამოიყენებს ვერავის. შეიძლება თეორიულად ჩაერთონ ჩინელებიც და რუსებიც კი. გააჩნია ჩინელებს და რუსებთან როგორ, იმიტომ რომ ზე სახელმწიფოები ერთმანეთთან ყოველთვის ალაგებენ რაღაც ურთიერთობებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთიც გამოიყენოს და აი პუტინს უკვე ელაპარაკა ხო ტელეფონით და იქ ითქვა, რომ ირანი განიხილეს რაღაცეები. უკვე იყო ამის ნიშნები. ხო და ან შეიძლება ისინიც გამოიყენოს და ესენიც, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდა მოგვარდეს შუალედურ არჩევნებამდე შტატებში, მე ასე მგონია. ბატონ კოტე, შუალედური არჩევნები იქით იყოს. ეხლა რომ ვიზიტია ჩინეთში დაგეგმილი და შანხაი რო ამოვარდა იმ სამდღიანი ვიზიტიდან უკვე. კი ბატონო, მაგრამ ეს არის ტაქტიკური ნაბიჯები, იცით, ეს არ არის სტრატეგიული. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ უფრო სტრატეგიულ რაღაცაზე, ვიდრე თქვათ ერთი ვიზიტის ან ამოვარდნაზე, ან რაღაც ცვლილებების შეტანაზე. ანუ პეკინში შედგება შეხვედრა, მაგრამ შანხაი ამოვარდაო. ხო და იქ რა თქმა უნდა ყოველთვის დიპლომატიაში ესე ხდება. მე შენ მე რუსები ამას ეძახდნენ ტიმნიატები დიპლომატიას და reciprocal diplomacy ქვია ინგლისურად, რომელიც დიდი ოსტატი კისინჯერით იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ დადიოდა იმ თავის shuttle diplomacy-ით, ეუბნებოდა რომ შენ ამას დათმობ, ისინი იმას დაგითმობენ. იმას დათმობ და ასე შემდეგ. დაწყებული იქ ჩაგდებული ტერიტორიებიდან დამთავრებული სხვადასხვა მომენტები. ამიტომ იქ შეიძლება ჩინეთმა თავის რაღაცები მოითხოვოს, ამათ რო უთხრან რომ ახლა შენ მირას დაელაპარაკ, მაშინ აბა მოდი რაღაც სხვაზე ვილაპარაკოთ. არ მინდა მე ხა გავიმეორო ყველა მიცის, ხო? ჩინეთთან რა საკითხებია, პირველ რიგში ტაივანია და მერე ეკონომიკური საკითხები. რუსებთან რა საკითხებია, ეგეც ყველა ვიცით, განსაკუთრებით ეხლა უკრაინაში ომთან დაკავშირებით. აი რა თქვა კიდე გუშინ ტრამპმა კიდე ერთხელ გაემეორა, ხო? თვითმფრინავში ასვლამდე რა დააგდებს ხოლმე სიტყვას, ანუ ერთ ფრენში. რომ უფრო რთული მოსალაპარაკებელი აღმოჩნდაო ზელენსკიო ვიდრე პუტინიო. ხო თქვა? ჩემი ხრით მოვისმინე CNN-მაც კი გამოაცხადა ეს. ეგეც რაღაცას ნიშნავს ჩემი აზრით. დიპლომატიაში ყველა ესეთი ნიშნება რაღაცას ნიშნავს. მე გამოსახულება მე მგონი არ ვიცი დაიხმიდან იმედი ვიქონიათ. არა, კი, აღდგებათ. თქვენ გხედავთ მე აი კიდე დაეკიდა ინტერნეტი, მოკლედ. კი, კარგად, ძალიან საინტერესო ხო. ძალიან საინტერესო საუბარი გვაქვს ბატონო კოტე და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დამთავრდით ამ ინტერვიუზე. ბატონ კოტე. ამერიკა მეტნაკლებად და თავის შიდა სამზარეულოთი რომ დავასრულოთ, სანამ რუსეთზე გადავალთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, შუამავალ არჩევნებში ის ტრადიცია წელსაც შენარჩუნდება, რომ როგორც წესი ოპონენტი პარტია იგებს ქვედა პალატას? იცით რა, ეხლა ისეთ სიტუაციაა, რომ ცოტა ძნელი საერთოდ პროგნოზები, რომ უმადური საქმეა, ეგეც ცნობილია დიპლომატიაში, მაგრამ ეგ ნათქვამი ცნობილია ყველასთვის. მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაციაა,
რომ შერყეული რო არის პოზიციები რესპუბლიკელების იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო, ფაქტია. ამ სიტუაციებმაც იმოქმედა და ბევრმა რამე მოქმედა აი იმ გამოსვლებმა სხვათა შორის, რომელიც ნამდვილად deep state-ის ორგანიზებული იყო და ფულს უხდიდნენ და ტრამპის ინიციატივების წინ დაწყებულმა ემიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლებმა და მთელმა ამ არეულობამ და ყველაფერი ამან იმოქმედა ძალიან. და მე მგონია, რომ ლიბერალ გლობალისტები, ეგრეთ წოდებული, რომელიც არც მე არ მიყვარს ძალიან, შეძლებენ იმას, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გაუკეთონ თავის მომხრეებს. და რაღაცნაირად მაქსიმალურად გამოაჩინონ ის, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მე პირადად არ ვიცი, შეიძლება ჩემი აზრი ამერიკელებისთვის და რა თქმა უნდა არ არის მანდამაინც ის ვერ ვხედავ ლიდერებს დემოკრატებში. აი ფიგურებს ვერ ვხედავ. ერთი არის გევინ ნიუსემი, ისიც იყო ნენსი პელოსის პროტექტორატი. ხო, ნუ ეხა ეგ იმ დონის არ არის ადრე რო გყავდათ. ერთი ორს მაინც ნუ დაინახავდი ისეთ ძლიერ ერთი ეგ არის, მე ვერავ ვიცოდი. კამალა ჰარისი არის. აი ფიგურებს არა, ნუ კამალა ჰარისი იქ ლაბარაკი არ არის. უკაცრავად ქალბატონ კამალასთან, მაგრამ მე არ ვთვლი რომ მასზე შეიძლება საერთოდ საუბარი. ამიტომ რთულ სიტუაციაში იქნება და სწორედ ამიტომ არ აწყობს რომ გაგრძელდეს ეს. ესეც ხო ცნობილი ნათქვამია და ყველა წეს და ყველა იმეორებს რომ როცა ქვეყნის შიგნით სიძნელე გაქვს, მაშინ უნდა დაარტყა გარეთ ვიღაცას და ან ომი დაიწყო ან კონფლიქტი ან რაღაცა რომ ამით გადაეტანო ყურადღება საგარეო პრობლემებზე, საშინაო პრობლემებიდან. მაგრამ ტრამპი ყოველთვის წინასაარჩევნოდაც მერეც პირველი დღის განმავლობაშიც აი სულ ბოლო გამოსვლაშიც კი რამდენი ილაპარაკა საერთაშორისო პოლიტიკაზე სამი წინადადება ხო? ერთი წინადადება უკრაინაზე თქვა, ერთი წინადადება ჩინეთზე თქვა და ერთი წინადადება ისრაელ ახლო აღმოსავლეთზე მორჩა. დანარჩენი იყო სულ საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, აი გადასახადებზე, უკეთეს ცხოვრებაზე, იქ ოჯახი მიიყვანა, რომელმაც 5,000 იმას იღებს, რა ქვია, დოლარს თურმე 1000-ის მაგივრად მაგის რეფორმების მერე იქ ისხდები ხო, ის ძოლქმარი და ბავშვი და აი ესეთი მიდგომა ქონდა სულ, რომ თავარი ეს არის. მაგის ეკონომიკური მიღწევები, რეფორმები და აი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება და ეხა უცბად ეს რომ შეცვალოს 180% და მარტო იმაზე გააკეთოს ფოკუსირება რომ აი ირანში მე გავიმარჯვე, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა ხედავს რომ მანდამაინც გამარჯვებას ამას ვერ დაარქმევ, კი დაუნგრიეს ძალიან ბევრი რამე გაუნადგურეს, ფაქტია. რა თქმა მაგას, მაგრამ ხელმძღვანელობა რაღაც დიდი ნაწილი მოსპეს, მაგრამ ეს არ აისახა საბოლოო შედეგებში, როგორც აი რო თქვა, რომ გაიმარჯვა ომში. ამიტომ არის ხიფათი იმის, რომ მანდამაინც კარგად ეს შუალედური არჩევნები თუ ეს სიძნელეები გაგრძელდა ვერ დამთავრდეს რესპუბლიკელებისთვის. გასაგებია. და ამერიკის თემა რო დავასრულოთ ბატონ კოტე, როგორ აფასებთ თქვენ აი ამ პირველი ასე ვთქვათ, პირველი პოლიტიკური წლის განმავლობის მიხედვით. JD Vance უფრო სერიოზული კანდიდატია თუ მარკო რუბიო? 28-ში. ყველაზე საინტერესო შეკითხვაზე, ჩემი აზრით, ისევ დაეკიდა ინტერნეტი, მაგრამ დაველოდოთ. არის მის იცით არ არის აღდგენილი კარგად ის. აი არა უშავს, ეხლა გამოჩნდა. კითხვა. აი ამ ერთი წლის განმავლობაში ცოტა მეტი პოლიტიკური აქტივობის მიხედვით, ვინ უფრო სერიოზული კანდიდატია 28 წლისთვის? JD Vance თუ მარკო რუბიო? როგორ ფიქრობთ? რომელი უფრო შემდგარი პოლიტიკოსია? ფაქტია, რომ დონალდ ტრამპი აღარ იქნება უკვე. რუბიოსთან შედარებით, რუბიოსა და ვენსზე მეკითხებით? დიახ. ხო, მე მგონია მაინც JD Vance უფრო უპირატესობა აქვს რუბიოსთან შედარებით. როგორც პოლიტიკოსი. მე ეგრე მგონია. და რა ვიცი, თან მით უმეტეს ეს
არ ვიცი, იცით თქვენ ნამდვილად ამერიკაში ცხოვრობთ, აი ეს ბოლო რივერასთან დაკავშირებული სიტუაციები, რუბიოსი მის მასთან აქვია ჯერ კიდე სენატორობის დროს მის მარჯვენა ხელთან, რომელსაც იმასთან მადუროსთან და ვენესუელასთან კავშირებზე დაიწყეს ლაპარაკი, ხო? და ამის ჩართულობაზე რუბიოსი. ეს არ იყო, კაი, მე წავიკითხე ამერიკან კონსერვატივში ეგ 2 დღის უკან საკმაოდ ისეთი მწვავე სტატია იყო და საკმაოდ ბევრი ფაქტი იყო იქ ტელევიზიების ლობირებით, ვენესუელის ტელევიზიის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი ფაქტი იყო ნაჩვენები, რომელიც რუბიოს პოპულარობას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს. და მე ერთ რამეს დავამატოთ, მარკო რუბიოს ამერიკაში აღიქვავენ როგორც პირადად დაინტერესებულ პირს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და ეს როგორც ჩანს ამერიკელს დიდად არ ზუსტად ეგ ეწერა. მაგის გაგრძელება ეს არ იწონებენ აქ მოკლედ ინტერესანტს რო ხედავენ კონკრეტულ რეგიონში. რა თქმა უნდა. გასაგებია, ბატონ კოტე. ჩვენ გვაქვს კიდე ცოტა დრო, გავაგრძელოთ? ხო არ გიჩქარება თქვენ? არა, კიდე გვაქვს 15. არა, ეცით როგორი მომენტია, თქვენ როცა მეტყვით, მე მაშინ შევწყვეტ. არა, რუსეთი რო არ როგორ შევთანხმდით, აი კიდე 15 წუთი 1 საათამდე არის და ხო, მაშინ რო ჩავეტიოთ რუსეთზე მსურს საუბარი, ბატონ კოტე. ესე იგი, ნახეთ როგორი მომენტია. ვენესუელაში ინტერესები ქონდა, ნუ კუბას თავი დავანებოთ, ეხლა ძველი ამბავია. ვენესუელაში ინტერესები ქონდა, ფაქტია. ესე რომ გამოვყვეთ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ახლო აღმოსავლეთში, სირიაში ინტერესები ქონდათ, ნუ ირანი სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს გაფორმებული, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ინტერესებია. და აქეთკენ კიდე თუ გაგრძელდა, იქამდე მივარო, შესაძლოა ინტერესების არეალი გაიზარდო შუა აზიამდეც კი. როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკა ომმა ესე დაასუსტა, უბრალოდ პოზიციებს თმობს, თუ ეს ბევრად უფრო გათვლილი პოლიტიკაა? არა, იცით რა, ეხლა ამ მაგას რას თქვენ ჩამოთვალეთ, ეგ რო გათვლილი იყო არ მგონია. ეგ სიძნელეები და რაც სოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს მოყვა და თუ ქონდა გათვლილი ყოჩახეგენი, მაგრამ მე ერთი და მინდა თქვა და გავიმეორო, რაც ყველა მიცის, მე მგონი წვეთყოფილმა ადამიანმა. რუსეთი ისე არასოდეს არ დასუსტდება თავისი როგორც სიდიდით, ისე ხალხის, ისე ეკონომიკური, რა ქვია, რომ ანგარიშ გასაწევი ძალა არ იყოს. გააჩნია რეგიონს და გააჩნია ქვეყანას, რა თქმა უნდა. ის ბექიარდი, რომელიც ჩვენ წqins კლინტონმა რო პირველად გვიწოდა ქართველებს რუსეთის. უკანა ეზო კი. და ის ბექიარდი, რომელზეც ტრამპი იძახის უკანა ეზო, რუსეთს არაფერი ესაქმება ლათინურ ამერიკის მაგის ბექიარდში, ხო? აი ეს რუსეთის ბექიარდი, რუსეთი ყოველთვის ჩათვლის, რომ ყოფილი საბჭოეთი არის მისი გავლენის უპირატესი ზონა და მოსაზღვრე ტერიტორიები. ხო, ვიცით ეს რუსეთის სტრატეგია, რომ რაც უფრო შორს არის მოსკოვიდან, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონა, რაც უფრო დიდია მისი საზღვრიდან იქით, მით უფრო უსაფრთხოა რუსეთი. და ამ ბუფერულ ზონაში შედის ეს ყოფილი საბჭოეთის ის უკრაინაც მათ შორის და ჩვენ შევდივართ და შუა აზიაც შედის და ნუ აი ეს ტერიტორიები. ამას რუსეთი არასოდეს არ დათმობს, არც ერთი მთავრობა. მე მინდა უბრალოდ მოემზადე, ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ რაღაცა მე ჩემ თავს ვიქებ, მაგრამ 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბეჭდა ესეთი წიგნი. რუსეთი Closer Look at Russia and its Influence in the World. ახლო ხედვა რუსეთთან და მისი გავლენა მსოფლიოზე. Nova publisher-მა დაბეჭდა, ამაში ერთი ჩემი სტატიაც არის. რუსეთი 21 საუკუნეში ხედვა საქართველოსთან. აქ არის სხვადასხვა ქვეყნების
მეების, რა ქვია, სპეციალისტების, ექსპერტების და მეცნიერების შეხედულებები რუსეთზე 21 საუკუნეში. მათ შორის თვითონ რუსების. ეს გამოსცა კონსტანტინოს ფილისმა, ჩემას ეხნია, საბერძნეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტიდან, მაგრამ დაიბეჭდა ნოვა პაბლიშერის მიერ შეერთებულ შტატებში 2019-ში. თუ ინტერესი იქნება თქვენ იპოვეთ, არ გაგიძნელდებათ ამ წიგნის პოვნა, მე გამოგიგზავნით ამას. ყველაფერს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ახლა ვამაყობ არ მინდა თქვა, რომ რაც 2019-ში იქ დავწერე მე, თითქმის ყველაფერი ახდა. ეხლა პირდაპირ ომს დაიწყებს უკრაინასთან რომ ეს არ მიწერია, მაგრამ იქ იკითხება ეს, რომ თუ რუსეთმა დაინახა საფრთხე აი იმ ტერიტორიებიდან, რომელიც ახლა მე ვახსენე, ის ყველა საშუალებას, მახსოვს რომ ყველა საშუალება ნახმარება გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას. და ეს მუდმივად ესე იქნება. ეს ერთი. ეხლა მეორე, რუსეთი ყოველთვის იქნება ანგარიშ გასაწევი ძალა განსაკუთრებით ზესახელმწიფოების მხრიდან, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ისიც ზესახელმწიფოა. ასე ჩათვლის ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ყველა მთავრობა და ყველა პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა. მე ამაში დარწმუნებული ვარ. და პირველ რიგში დაელაპარაკე მარტო ეგენი კი არა. ესე ჩათვლის საფრანგეთის ყველა მთავრობა. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და გერმანიისაც. იმიტომ რომც ყოფილიყო ისე, როგორც ადრე იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით ნატოში შესვლას, სანამ ეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა და გადაწყვეტილების მიღება ამ ხელმძღვანელებს შორის ამ ქვეყნის, სულ ყველა მათგანი დარეკავდა კრემლში. მანამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველო მიიღო თუ არა ნატოში. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ნოლია შანსი ჩვენ ნატოში მიღების. ასე გები. და მე ყოველთვის ასე ვამბობ. რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ყველაფერი უკრაინაში. მაგრამ თუნდაც ეს ტრამპის ეს გუშინდელი ნათქვამი, რომ პუტინთან გაცილებით მეადვილება საუბარი ვიდრე ზელენსკისთანო, კიდე ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ აი ის გადაწყვეტილება, რომ რაც აქვს რუსებს იმ ტერიტორიაზე ცეცხლის მშვიდობა კი არა, ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს და მერე დაიწყოს უკვე ყველაფერზე ლაპარაკი ამ გარანტიებზე უკრაინის, მე არ ვიცი ვინ რა გარანტიას მიცემს და ვინ როგორ გარანტიას მიცემს, მაგრამ ეჭვმეპარება მაგაში ძალიან და მერე დაიწყოს ლაპარაკი ყველაფერზე. მთავარია ცეცხლის შეწყვეტა და მე მგონია რომ როცა იქნება ამ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პირობებით ზელენსკის დაიყოლიებენ. არა ზელენსკის, არამედ ევროპელებს ძირითადად, რომლებიც აი ესე უჭერენ მას მხარს იმის გულისთვის ამ და გლობალური ომის პარტიას. მე მგონია ტრამპი მაგათ მოელაპარაკება ამ საკითხზე. მე ასე მგონია. ბატონო კოტე, სანამ უშუალოდ თქვენ პარტიასთან გადავალ შეკითხვი და აი პლუს მინუს დროში უნდა ჩავეტიოთ. მაინტერესებს ესეთი რა. განსხვავებით დონალდ ტრამპის თეთრი სახლისა და ეგრეთ წოდებული ამ სიღრმისეული სახელმწიფოსი. როგორ ატყობთ თქვენ, რუსეთშიც მსგავსი სიტუაცია, პუტინი ფლობს ეგრეთ წოდებულ კრემლის ყველა კოშკურას, ის მართლა ერთპიროვნული ლიდერია ტრამპისგან განსხვავებით? აქ უკვე ბევრი ამბობს მაგას, რომ აი ეს გაწელილი ომი, გადაუწყვეტი საგარეო პოლიტიკა და რაღაცა თითქოს პარალელს აურევენ, რომ რუსეთსაც თავის deep state ყავს. თქვენ როგორ ატყობთ? არა მგონია რუსეთში თავის deep state იყოს, ეგეთი რამე ჩემი აზრით რუსეთში შეუძლებელია. ასე კი. ის რომ რაღაცა მე ამაში რა ვიცი, მე ამაში ხმათ ვარ დარწმუნებული. ძალიან ეგეთი რამე თავის დროზე ღიად და შესანიშნავად დაწერა ბატონმა რიჩარდ პაიპსმა, რომელსაც აქვს წიგნი ესეთი დაწერილი თავისუფლება და ისა ქონება კი არა, ვიცა? როგორ ქვია? როგორ დამავიწყდა. იქ რუსეთია განხილული და დასავლური სისტემა და რუსული სისტემა საკუთრება და თავისუფლება ქვია წიგნს. ეგ წიგნი ქართულადაც ითარგმნა სხვა შორის. რიჩარდ პაიპსის, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი სოციოლოგის და ყველაზე ჭკვიანის, რაც ამერიკაში არსებობდა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი თვით ვიყავი ჰარვარდში 93 წელს და მე რო იქ ვიყავი, მაშინ წარმოადგინა ჰანტინგტონმა თავის ცივილიზაციათა შეჯახება. მე რო ეს მოვისმინე თქვენ ნუკრისთან გქონდათ ამაზე თქვა და ძალიან გამიკვირდა და მე სიამოვნო რომ თავად ჰანტინგტონთან ხარ შენახვედრი. კი კაცო, ისე კარგად ძალიან და ისიც მოგვივიდა პატარა მომენტიცებდა. რუსულ მართლმადიდებლური სამყაროში. ხო. აი რიჩარდ ბაიტს უწერია შესანიშნავად რატო არის შეუძლებელი ეგ რუსეთში. რომ იქ იყოს deep state. გასაგები. ანუ წავიკითხო და მოვისმინე. გასაგებია. მე გასაგები. ბატონ კოტე. ყოველთვის ოთხმაი სხვათა შორის ბატონ ვახტანგთან ვატოსთან საუბრისას მაშინ ვახსენე რომ მე რომ მახსოვს 99 წლიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკური ველი მაშინ იყო იდეები რომ რა კარგი იქნება რომ საქართველოს მოდი ესე ვთქვათ რა ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ და შვეიცარია მქონდა მაშინ მოდელივით აღებული მაგრამ ამაზე სერიოზულად არავინ არ ფიქრობდა გამომდინარე იქიდან რომ რუსეთთან მქონდა ძალიან და საბჭოთა კავშირთან და მე რუსეთთან მქონდა დაძაბული პერიოდი ამერიკა ძალიან შორს იყო ირაკლი წერეთელის განცხადებაც კი მახსოვს რომ მოთხოვოთ ნატოს შემოსვლა და გემები შემოვიდნენ შავ ზღვაში და რაღაც ამდაგვარი განცხადებები მაგრამ თვითონ იდეა ნეიტრალური სახელმწიფოს ანუ ნეიტრალიტეტის აი იმ პერიოდიდან მე მახსოვს ძალიან კარგია რომ ეხლა პარტია მოქმედებს და მით უმეტეს მე ვიცი რომ თქვენ ემზადებით 28 წლისთვის არჩევნებს გულისხმობ ბატონ კოტე როგორ ფიქრობთ მომწიფდა უბრალოდ დრო რომ ჩვენ გვაქვს ამის არჩევანის საშუალება აი მაგაშია საქმე თქვენ ზუსტი სიტყვა ეხმარეთ მომწიფდა ეგ სიტუაცია და იმიტომ არის ეხლა ეგ აქტუალური და იმიტომ რომ მე ვახსენე კიდევაც ერთ იმაში გავასვლაში რომ 15 წელს ჩემს რო ეთქვა რომ ნეიტრალიტეტზე და ისა მე არ შევიდოდი ეს ამ პარტიაში რო არსებულიყო და იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი მარტო ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული გარშემო რეგიონში უფრო ფართე რეგიონში და გლობალურ პოლიტიკაში უნდა იყოს ისეთი სიტუაცია რომ პატარა სახელმწიფოს მიეცეს საშუალება ისაუბროს დააჯეროს რეგიონული წამყვანი და მსოფლიოს დიდი ძალების ეს სახელმწიფოები იმაში რომ იმ რეგიონში და მასთან ნეიტრალიტეტი მათთვის არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ როდის არის ხოლმე როდის შეუულია პატარა სახელმწიფოს ეს სახელმწიფოსთან ან დიდ და ძლიერ სახელმწიფოსთან საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში და ინტერესი პატარა სახელმწიფოს ეს სახელმწიფო დიდ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი შეიძლება დაემთხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იმ სახელმწიფოებს იმ რეგიონში და იმ ქვეყანაში თვლიან იმ ქვეყანას რომელიმე რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილად როგორც მე მგონია რომ თვლიან ახლა ჩვენ სამხრეთ კავკასიის ცენტრად და მნიშვნელოვან ნაწილად და უკვე მოქმედი პროექტები და ეკონომიკური მოძრაობები და ყველაფერი თუნდაც ტურიზმის და თუნდაც ფრენების ესეთი რაოდენობით და თუნდაც ის რომ აი ახლა აი ამ კრიზისის დროს იმ რუქას რო აჩვენებენ საფატარა თვითმფრინავები რო ხატიან მარტო საქართველოს რო გადიან ხო რამდენ ადგილას დაიბეჭდა თუნდაც ეგ აი ხა სიტუაცია შეიქმნა ისეთი გლობალურად და ჩვენ რეგიონის გარშემო რომ გახდა რეალური ჩვენ ნეიტრალიტეტზე საუბარი მომწიფდა სწორი სიტყვა ეხმარე ადრე არ იყო ესე აი მაშინ როცა თქვენ ბრძანეთ მაშინ არ იყო ეგ სიტუაცია ესე მომზადებული ამისთვის აი ეს არის ძალიან კარგი მოხარული ვარ მე ამ ყველაფრის და ბატონ ვახტანგთანაც თქვი რომ მე თქვენი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვარ მით უმეტეს რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთი იდეა რომ განხორციელდა და მით უმეტეს რაღა დარჩა 28 წლამდე თქვენ წარდგებით არჩევნებზე დიდებული ამბავია ჩემთვის პირადად კი ახლა რეგიონებში ვაფუძნებთ ჩვენ წარმომადგენლობებს
გორში უკვე დავაფუძნეთ, ეხლა 21-ში ბათუმში ვაფუძნებთ, მე 28-ში ქუთაისში, მე 4-ში ზუგდიდში და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, მოხარული ვარ. გულით გულშემატკივროთ და თქვენი ამორჩეველი. მადლობა. ბატონ კოტე, დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და მე ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენ არაერთი საინტერესო სტრიმი გვექნება და ძალიან სურს მე ვიცი რომ თქვენ ახლო აღმოსავლეთი კარგად იცი და ახლო აღმოსავლეთს დაუთმოთ მთლიანად ეთერი რა. თუ თქვენ თანახმად ბრძანდებით რომ აი ეს ყველა დეტალი რომ გამოვიტანოთ, რატომაც ხდება ეს ყველაფერი თანამედროვე სოფლიოში. აი რომ დავბრუნდები რეგიონებიდან თუ მანამდე არ მოგვარდა ყველაფერი და ტრამპმა არ გაიმარჯვა საბოლოოდ. ამას ცოტა არის ახლო აღმოსავლეთის თემა მე მგონი აქტუალურობას არ დაკარგავს არასდროს. ასე რომ ჩვენ ეგ სასაუბრო თემა დავიტოვოთ. მართლა გძანდებით. კარგად გძანდებოდეთ. ბატონ კოტე, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ პოლიტიკურ წამოწყებაში და აბა თქვენ იცით და მადლობა, იცოდეთ. გამხელად და ბედნიერად. იცოდეთ.